გესალმები, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. კაპიტან მარიზი, პირველ რიგში ეს მაინტერესებს, როგორია თორნიკეს განწყობა, როგორია ბიჭების განწყობა 4 ოქტომბრამდე სხვათა შორის ჩვენ შევხვდით ერთმანეთს, გვქონდა ამ თემაზე საუბარი და ვიცოდით ბიჭების განწყობაც, რომ ეხლა 4 ოქტომბერს თუ არაფერი არ მორჩება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაც ბრძოლას ვამთავრებთ და ამით რაღაცა სრულდება. ასეთი იყო თავიდანვე მათი განწყობა, ამიტომ ალბათ დიდად იმად გაცრუებულები არ უნდა იყვნენ თუ როგორ არიან აი გითხარით მოგესალმებით თამარ მადლობა მოწვევისათვის მივესალმებით თქვენ მაყურებელს კი მაშინ ვთქვით და მეც არ ვიყავე განწყობილი იმისთვის რომ ეხლა დაიწყება 4 საათზე და დამთავრდება 8 საათზე ამის ილუზია არავის არ გქონდა უბრალოდ გვაინტერესებდა ნეტა რა უნდა მოხდეს ყველაფერში ხო ვერ ვერკვევოდით და ყველაფერისთვის ვიყავით მზად მაგრამ ის ბიჭებიც მანამდე ვიცით რომ იყვნენ განწყობაზე რაც მოხდება არც ისინი არ ფიქრობდნენ ეხლა რომ დაიწყება 4-ში და 5-ში გარეთ ვიქნებით ჩვენო და ეს ძალიან კარგი იყო მაგრამ მივხვდით რომ ეს იყო აი არ ვიცი ღალატს არ ჩავთვლიდი აქეთ მხრიდან ოპოზიციის მხრიდან არავითარ შემთხვევაში ვიღაცა ისევ ბიძინავ თავისი აფირისტული მეთოდით ვიღაცა ჩაუსვა ამ ხალხს თორე ხვდებოდით ჩვენ იმ პაატა ბურჭულაძესაც და სხვებსაც ზოდელავასაც და არასოდეს პაატა ბურჭულაძეს არ უთქვამს ის რომ ჩვენ უნდა ეხლა რომელიმე შენობა ავიღოთ პირიქით ამბობდა ეხლა შეიძლება მათ გონიათ რომ ჩვენ სადღაც უნდა შევიჭრათ უველთვის მაგას ამბობდა რომ არა მაგრამ მე ვფიქრობდით რომ ნეტა რა არის ესეთი რომ თურმე დათმობს ხელისუფლება ამას და ალბათ ხდებოდა შიგნი რაც ჯერჯერობით არ ვიცით მაგრამ აუცილებლად გამოვა გარეთ და თორნიკეს ნათქვამი ზუსტად ის იყო რომ მე მივედი ციხეზე მე მოკლე შეხვედრა მქონდა და დაძაბული ვიყავი ცოტა რომ მეთქი და ძალიან მხიარულ გუნებაზე დამხვდა იმიტომ რომ არც ველოდითო და მივხვდითო რომ ეს იყო რაღაცა მოწყობილიო იმიტომ რომ მათაც ნახეს ტელევიზიაში რომ ის ღობე გადავარდა უცბად და ამ ხელისუფლებამ დაამატა რეშოტკები იმ პარლამენტის შენობასაც და დარწმუნებული ვარ რომ იქაც რომ მივსულიყავით ისიც გადავარდებოდა დამატებული კი არ იყო სპეციალისტ იმის გისასებზე ამბობდი და ალბათ ისიც იყო მოჭრილი იქ რომ მივსულიყავით ისიც იმასაც იგივე დაემართებოდა ხედავთ ძალიან კარგად რომ აქტივისტები ვისაც ჰქონდა დროშები მოფარებული გაიქცნენ წინ და მიაწვნენ იმ ღობეს იმიტომ რომ იცოდნენ მათ ალბათ რომ გადავარდებოდა ის ღობე და მე ისინი ვითომ დაიჭირეს და დარწმუნებული ვარ სადღაციდან ჩუმად გაუშვეს იმიტომ რომ ის იყო იმათი ჩასმული ხალხი იმიტომ რომ ესენი ხმამაღლა რაღაცას ამბობდნენ მე ვიღაცა მეტყობა უთხრა იმიტომ რომ მოულოდნელი იყო როცა გამოაცხადეს რომ მივდივართ პრეზიდენტის სასახლესთან მაგრამ იქ არავის არ უთქვია რომ მივდივართ ეხლა უნდა ავიღოთ სასახლე შარვალ კოსტუმში ჩასმული ხო შარვალ კოსტუმში ჩასმული ზუსტად ესე თქვა ჩასმულიო თორნიკემ პაატა ბურჭულაძე 70 წლის კაცი ციხეში წავიდა და ვერაფერ დავიჯერებთ იმას რომ პაატა მიდიოდა იქ რაღაც შტურმის მოსაწყობათო და პირიქით შევიდა იმის გულისთვის რომ პოლიციელები დაემშვიდებინა რომ ბავშვებს არაფერი დაუშაოთ მაგრამ პირველი შესვლაზე შეასხეს სახეში ის წნელსადენის სპრეი კი ბატონო კაპიტან მარიზი აი როგორ გესახებათ თქვენ პატიმრებს თქვენ მათი ოჯახის წევრებს და მთლიანად იქ რუსთაველზე მყოფ საზოგადოებას პროცესების გაგრძელება აი ახლა რასაც ხედავდა თქვენ უკვე ბოლო თვეების განმავლობაში კარგად ასე ვთქვათ ჩაიხედეთ მათ შორის შიდა კულუარებში აი ამ პოლიტიკური პარტიების ურთიერთობის თუ ასე შემდეგ და ხედავთ რომ აი ახლა რაღაც ისეთ ეტაპს გადის პოლიტიკური სპექტრი რომელიც მაინც და მაინც სასურველი არ არის ხოლმე განსაკუთრებით იქედან გამომდინარე რომ ამ ვითარებით ყოველთვის სარგებლობს შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ხო რაღაც ურთიერთბრალდებები აი მე ხომ ამას ვამბობდი და ნიშნის მოგებით საუბარი მე ხომ იმას ვამბობდი და მე უფრო ჭკვიანი ვარ თუ შენ უფრო სულელი ხარ აი ამის განხილვა მიდის ახლა აი ამ მოვლენებიდან გამომდინარე მაგრამ რას ფიქრობთ რა რესურსია ახლა იმის რომ ეს ფურცელი რაც იყო 4 ოქტომბერი მთელი თავისი კარგი იქნებოდა თუ ცუდი იქნებოდა რაღაცნაირად გადაიფურცლოს და დაიწყოს რაღაც ახალი პროცესი ამის რესურს თუ ხედავთ და რა უნდა დაიწყოს აი თქვენ რას ფიქრობთ რა არის ახლა გაგრძელება ამ ბრძოლის ყველაზე კარგი და მთავარი რაც
იყო ჩვენ დავინახეთ ხალხის რაოდენობა. თურმე იქ თუ იყო 200,000 კაცი, 400,000 ალბათ სახლებში იყვნენ კიდე. ორი იმდენი ნამდვილად. ეს იყო სხვა რაოდენობა ხალხისა და ეს აუცილებლად იქნება კიდევ ის ხალხი აუცილებლად იმათ გული არ გატეხიათ იმ დღეს და არ უთქვა პირიქით ამბობდნენ რომ ეხლა შემოგთავაზეთ ჩამოვედით ჩვენ და რა როგორ მოვიქცეთ საერთოდ ფიქრობდნენ რომ აღარ წავიდოდნენ და თუ ჩვენ გავაგრძელებდით ქუჩაში პროტესტს თქვათ ხო აი რაღაც განგრძობით პროტესტს ელოდებოდნენ სულ არ ვფიქრობდი იმ დღეს სიტყვა რამე მეთქვა მაგრამ როცა დავინახე რომ ლიდერები ყველა ზოდელავა მაგალითად მოვიდა სისხლიანი პერანგით და ამიტომ უცბად გადავწყვიტე ის რომ იმ ხალხისთვის მომეწოდებინა და მადლობა მეთქვა რომ ჩამოვიდნენ ამხელა გზიდან და ეს არის ყველაზე დიდი ძალა თამარი იმიტომ რომ ჩვენ ის ხალხი ისე უმოვა იმიტომ რომ იმ ხალხს არავის გული არ გატეხვია ისევე როგორც ჩვენ იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად გავიცანით ბიძინა ივანიშვილი და არა ვთქვათ ირაკლი კობახიძე ისინი არიან მარიონეტები ხო იმათ რაღაცა უბრძანა იმათმა გააკეთეს თუ არა კი ვხედავთ რაც ხდება ქვეყანაში ერთმანეთს კი არა ჩხუბობენ კლავენ რა ხო კი ვხედავთ რაც ხდება და ამიტომ როცა ვამბობთ რომ ეს არის რუსული რეჟიმი ყველა აცნობიერებს შესაბამისად რომ არ არის იოლი რუსული რეჟიმის დამარცხება უბრალოდ რაც ნაკლებ შეცდომა იქნება დაშვებული იმ გზაზე ბიძინა ივანიშვილის საბოლოო დამარცხების რასაკვირველია უკეთესი იქნება მაგრამ შეცდომებისგანაც ბრძოლის გზა არასოდეს არ არის დაზღვეული და ეს იმას არ ნიშნავს რომ ამიტომ ბრძოლაში ვიღაც უნდა დანებდეს ჩვენ მზად ვართ ყველაფრისათვის იმიტომ რომ ადამიანმა რომ მიხვდეს რას ფიქრობს იქ ხალხი ვინც დგას რუსთაველზე იქ უგინდაც კოცი იყოს აი მოვიდეს და სახეზე პირბადე გაიკეთოს და არ გამოჩნდეს რომ თუ არ უნდა რომ დაინახონ მან ხო ისე კობახიძემ კი შემოგითვალა თქვენმა მოგვარემ ნულოვანი თანაგრძნობა კობახიძეს ეხლა და კობახიძეზე რა ვთქვა მაგრამ აი კალაძეს კობახიძეს მაგათ საკუთარი ოჯახის წევრები ბიძინა თუ გინდა ავიღოთ ეხლა საკუთარი ოჯახის წევრებს წირავენ და ეხლა რა ის არის რომ გასაკვირი რომ ჩვენზე თქვას ეგა რა თქმა უნდა და არც არავინ არ ელოდება აი იმიტომ არ უყვარს ხალხს არ უყვარს თბილისში ამ ოცნების მომხრე არის 20% დაურწმუნდი ამაში იმიტომ რომ მან ჩვენ სულ არ გვაინტერესებდა იმ დღეს არჩევნები საერთოდ ეხლა კახი კალაძემზე იმობდნენ რაზე იმობდნენ არაფერს 20% იყო მართლა კი გამოგლეჯავდით ალბათ თბილის უბრალოდ ბოიკოტის რეჟიმში ვიყავით ძალიან საწყენი იყო ის ვინც შევიდა არჩევნებში და შეირცხვინეს თავი ტყუილად შეირცხვინეს თავი მე კითხვეს რომ თურმე იმდენი ხალხი რო არჩევნებზე მისულიყო აუცილებლად გაიმარჯვებდნენ მაგრამ ჩვენ თავიდანვე ვიყავით ბოიკოტში და ეხლა რაც ხდება თამარ რომ ერთმანეთს აკრიტიკებენ ხო მე მოусმინე თამარ ჩერგოლიიშვილის მით უმეტეს ჩერგოლიიშვილი ტრიალებს არასოდეს არ მოსულა დედებთან არც ერთ დედა რავჩერთან არ მოსულა და არ უთქვია რომ წუხარო შენი შვილი არის ციხეში არა ჩაიქროლებს ამოიქროლებს და ამტყუნებს იმას სააკაშვილს გადააბრალა დაჭერილ კაცს ეს ყველაფერი და ამიტომ თუ არ გაერთიანდებიან ოპოზიციის წევრები ყველა ნაცებიც და ყველა ვინც არის ყველა ნაცებს გვეძახო კოცებიც ბევრი კოცებიც ხო ყოფილი კი ბატონო მაგრამ ყოფილი არ არსებობს ხო იცი ამიტომ ერთიანობა არის აუცილებლად ჩვენ არ გავჩერდებით ვიბრძოლებთ და ბოლო ამოეწურებათ ხო აქ ერთიანობაში ის უნდა დავაკონკრეტოთ ბოლოს რომ არის გულისხმობა რომ ყველა ერთ პარტიად გადაკეთდეს უბრალოდ ერთმანე რესურსები ყველა თავის შესაძლებლობები მოახმარონ არა ერთმანეთის დასუსტებას, არამედ გაძლიერებას, რაც საბოლოო ჯამში აუცილებლად ძალიან კარგი ახალგაზრდები ყავს უსმენ დილევანს და მერე დასკდნენ და გადაწყვიტონ ვინ შევა პარლამენტში და ვინ არ შევა პარლამენტში. ნამდვილად დიდი მადლობა ქალბატონ მარიზი, მადლობა მარიზი კოპახიძე, თორნიკე გოშაძის დედა იყო ჩვენი სტუმარი.